დღეს ღამით ჩვენ წაგიყვანთ პორტუგალიურ სასახლეში, რომელსაც უმეტესობა ადამიანი ვერასდროს ნახავს. როცა შევედით, თითქმის ვერ დავიჯერეთ, სად შევაბიჯეთ. მაგრამ როგორც კი მისი ისტორიის გამოკვლევა დავიწყეთ, ამ სასახლის ამბავი კიდევ უფრო დაძაბული გახდა. ეს მამული ბაროსების ოჯახიდან იწყება. ეს იყო პირველი გვარი, რომელიც მის ისტორიას უკავშირდება. შემდეგ პერეირების ოჯახმა გადაიბარა და ქონება კომერციულ მამულად გადააქცია. ოფიციალურად სასახლე მე-15 საუკუნის ბოლოს თარიღდება, ხოლო ჩანაწერები მიუთითებს, რომ ამ ადგილზე უკვე არსებობდა სიმაგრე ჯერ კიდევ 1100 წელს. შემდეგ მე-17 საუკუნეში ეს ადგილი საცხოვრებელ მამულად გადაიქცა და ძველი თავდაცვითი ნაგებობა ნამდვილ საოჯახო სასახლედ გადააკეთეს. მაგრამ ყველაზე მეტად ჩვენი ყურადღება მისმა რელიგიამ მიიპყრო. ოჯახი განსაკუთრებული ერთგულებით გამოირჩეოდა. ჩვენი აღმოჩენილი ისტორიის მიხედვით, ვაჟები და მათი შთამომავლობა რელიგიური ცხოვრებისკენ იყვნენ მიმართული და დღესაც კი ამ წარსულს კვლავ გრძნობ. სახლში სამლოცველოს დეტალები, ნივთები და ზოგიერთი ოთახის მოწყობის წესი ყველაფერს მიუთითებს იმაზე, რომ ეს სახლი ღვთისმოსავ და მართალ სახლად უნდა გამოჩენილიყო. თუმცა მათი სახელი ულაქოდ არ დარჩენიო. ამ სასახლეს რელიგიური სკანდალი უკავშირდება და ბევრი ფიქრობს, რომ სწორედ ამან დაუდო სათავე ოჯახის დაღმასვლას. ამაზე უფრო მეც ჩვენი მოგზაურობისას გაიგებთ. ეს საკუთრება უკვე ნახევარი ათწლეულია მიტოვებული და მისი ისტორია ჯერ კიდევ შიგნითა. ჩვენთვის ამ ადგილის შესასწავლად ერთადერთი უსაფრთხო გზა იყო ღამით მოსვლა, რადგან დღისით აქ მინდვრებში და ამ ადგილის გარშემო ხალხი მუშაობს. ეს მიტოვებული არისტოკრატული პორტუგალიური სასახლეა, რომელიც მიტოვებულია, მაგრამ მის გარშემო ასე არ არის. ეს გაჩვენებს 218 ღამით. რასაც ჩვენ თქვენთვის ვაკეთებთ, მაგრამ რა არის აქ შიგნით? ეს გაგაოცებთ. ამაზე ძალიან აღფრთოვანებული ვარ. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც პორტუგალიაში ამ მოგზაურობაში წამოვედი. მოდით ნახოთ. ეს ადგილი გიჟურია. აქ გიჟური რაღაცები იქნება. წავიდეთ და ვცადოთ ამ ხალხის ამბავიც გავიგოთ. რადგან პირადად მე ვფიქრობ, რომ ეს დაახლოებით მე-17 და მე-18 საუკუნის სოფლის სახლია. ყველაზე მეტად სავარაუდოდ მგონია, არ ვიცი ზუსტად, მინიმუმ რამდენიმე ასეული წლისაა. ამას აშკარად ხედავთ აქ გამოყენებული სამშენებლო მასალებიდან, ამ ადგილის შიგნით არსებული ქვის სამუშაოებიდან. ასევე დამატებული ელექტროენერგიიდანაც. რადგან როდესაც ეს ადგილი საუკუნეების წინ აშენდა, აქ საერთოდ არ იყო ელექტროენერგია. მაგრამ როგორც ბევრი არისტოკრატული ოჯახი, ეს ოჯახიც გამონაკლისი არ იყო. ისინი ყველაზე დიდი ალბათობით ღვინის წარმოებით იყვნენ დაკავებულები. და თუ შევხედავთ აქ არსებულ რეზერვუარებს, განსაკუთრებით ახალებს, სულ ახლახანაც კი ამ ადგილას კვლავ აწარმოებდნენ ღვინოს. ხო, ვფიქრობ შეიძლება დღემდეაც კი. კარგი, ეს რაღაცების გასაშრობადაა. ხო, ზუსტად, იქიდან. წეხვები, ნიორი, ხახვი, ხო, რაც გინდა გასაშრობად? ულისმობ წეხვები ასეთებია. ეს ჩვეულებრივი სარდაფია, როგორც ხედავთ, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. გარდა იმისა, რომ როცა აქ შემოვედი, დავინახე, რომ ბოლოში ღვინის მარანი იყო, აი აქ, რა თქმა უნდა. რა არის ლამაზი სასახლე ღვინის მარნის გარეშე? მართალია? უკან კიდევ რამდენიმე ბოთლია დარჩენილი. ესენი მათი საკუთარი ღვინოები არ არის. მე ვფიქრობ, არა, ეს ალბათ ის ბოთლებია, რომლებსაც აგროვებენ, რათა შემდეგ თავიანთი ღვინით შეავსონ. კარგით, წავიდეთ სარდაფიდან უფრო შორს. ეხლა სასახლეში შევავთ. და სამზარეულო. პირველი ოთახი, რომელშიც შედიხარ ბეღლიდან ან სარდაფიდან გამოსვლისას, პირდაპირ საძინებელია. ალბათ სტუმრის საძინებელი. თუ თავად საწოლს დავაგვირდებით. ის საკმაოდ მარტივია. ძალიან უბრალო საწოლია, ხო ასე? ხო და ძალიან უჩვეულო ამ ადგილას იყოს. აქ ქვემოთ საწოლის ქონა მართლაც უჩვეულოა. სარდაფში საძინებელი არასდროს მინახავს. მართლა უცნაურია. ასე მოწყობილი.
განსაკუთრებით ძველად. ამ დიდრულ სასახლეში სარდაფი კომფორტისთვის არ აუშენებიათ. ის მუშაობისთვის იყო განკუთვნილი, გარშემო ღვინის ავზებით, საწყობებითა და საწარმო აღჭურვილობით. ის უბრალო საწოლი უცებ თავის ადგილას ჩანს. ვიღაცას უნდა დარჩენო და ახლოს, რომ ედევნებინა თვალი ტემპერატურას, დუღილს, ტუმბოებს, გაჟონვასა და დროზე კონტროლს. ხშირად მთელი ღამით. ის, ვინც აქ იძინებდა, უდაოდ ღვინის სარდაფის გამგე ან სანდო მუშაკი იყო, რომელსაც ღამის მორიგეობა ეჭირა. მათ არასოდეს დააბინავებდნენ სტუმრებს სარდაფში, მაგრამ ჰეი, ეს კარგი საძინებელია. ნახე აქ კუთხეში სკამი. ეს შესანიშნავი სკამია. ტყავის დამუშავება საოცარია. ხო და აქ, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, მარიამის შესანიშნავი გამოსახულება. ვაუ, აი ეს. თავიდან ამას ეტლს ვეძახი, მაგრამ სინამდვილეში ეს დახვდრევანია. ხო, და მგონი ეს მე-18 საუკუნისა. დროის პერიოდზე ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ხო ალბათ იმ დროისა. რამდენიმე სხვადასხვა ნამუშევარი ვნახე და მეც ვფიქრობ, რომ ეს მე-18 საუკუნისაა. და აქ ორი ადამიანი ატარებდა ერთ-ერთ კეთილშობილს, ვინც აქ ცხოვრობდა ამ დახვდრევანში. წავედით. ისინი სინამდვილეში არც ისე მაღალია, მე მათზე მაღლა ვდგავარ. აქამდე ოდესმე გიპოვიათ ასეთი რამ, როგორიც ესა. არა, ამას ყოველდღე ვერ ნახავ. არ მგონი ესეა, ხომ? ჰეი, ეს ხომ მაგარია. თავს ნამდვილ სამეფო პირს ვგრძნობ აქ რომ მზივარ, მაგრამ ეს ორ ადამიანზეა გათვლილი. ძალიან პატარაა. ხო, ეს იყო მათი გადაადგილების საშუალება. სამეფო, ან სულ მცირე სამეფო ოჯახის წევრებისთვის. სხვა ადამიანები ასე გადაადგილდებოდნენ. ეს საოცარი. და ასევე ის ღარიბი ადამიანები, რომლებსაც ორივე მხრიდან მათი ტარება უწევდათ. ეს ალბათ ძალიან მძიმე იყო. და განსაკუთრებით მაშინ, როცა შიგნით მძიმე ადამიანი იჯდა. კარგი, ნება მომეცი, ცოტათი მოუქაჩა. ისე ცუდად არ არის. ხო, მაგრამ წარმოიდგინე, შიგნით ვინმე რომ იჯდეს. წადი დაჯექი. არა, მაგრამ ეს ისეთი წარმოუდგენელი აღმოჩენა, ესეთი ისტორიული ნამუშევარია. ვაუ, და აი აქ ვართ. ამ ადგილის შესასვლელ დარბაზში. ქვედა სართულის შესასვლელ დარბაზში, ხო ასეა? ხო. მიყვარს ეს. კარგი, კიდე ბევრია სანახავი, კიდევ არის ეს ბოლო არაა, გამომგები. უკვე ამ მხარეს უნდა წავიდეთ. არა, ეს მერე დავიტოვოთ. კარგი, ვიდეოში ცოტა კიდე უნდა დაიცადო. აუცილებლად გამოიწერეთ არხი და მოიწონეთ ვიდეო, რადგან ეს ვიდეო ძალიან გიჟურია და ჩვენ აქ ცოტას რისკავთ თქვენთვის. კარგი. შეხედეთ ამას. პირველი რამ, რაც ამ ადგილას შესვლისას თვალში მხდება, არის ჭერი. და მსოფლიოში არსად პორტუგალიის გარდა ასეთი ჭერი არ არის. ის 8 კუთხედის ან 6 კუთხედის ფორმისაა. არა, 8 კუთხედია, მაგრამ გაწერილია. ის ძალიან უნიკალურია. ყოველთვის ხისგანაა დამზადებული და უმეტეს შემთხვევაში შეღებილი არაა, ხომ ასეა? მაგრამ ეს თავისთავად შეღებილია. და მის ქვემოთ გვაქვს დიდი სასადილო მაგიდა, იმ ოჯახის, რომელიც არ ცხოვრობდა. ასე რომ 6-8 სკამი დგას მის ქვემოთ. დაუჯერებელი სადილის წვეულებები უნდა ტარდებოდა აქ. შუა საუკუნეების შეგრძნებას ტოვებს. მე ზუსტად ესეთ ატმოსფეროს მარცნობინებს. ხო, მაგრამ საკმაოდ დარწმუნებული ვარ, რომ ასე. ჭახს გულისხმობ. ხო, მთელი სასახლე შუა საუკუნეებისაა, მაგრამ აქ ნამდვილად იგრძნობა ეს. და მგონია რომ ესეც შეიძლება ორიგინალი იყოს, რადგან ეს უბრალოდ ელექტრობაზეა გადაყვანილი. უზარმაზარი კარადები. ჯერ კიდევ ამ ადგილას ვართ, ხო? ნახეთ მთელი ფაიფური. ამ ფაიფურის უმეტესობა. ხო, უმეტესობა კერამიკაა და არა ფაიფური, მაგრამ ხო. თებშები კედელზე, როგორც ბევრ შემთხვევაში ვხედავთ, ზემოთ ძველი დანა. და კიდევ ჩაშენებული კარადები. დახურულია. ხო, უცნაურია. შეხედე ამ ადგილს. ასევე ძალიან მომწონს ეს გვერდითი მაგიდა აქ. უბრალოდ ოქროსფერი ფეხები და ზემოდან მარმარილოს ფილა აქვს. ნახე ეს ოთახი. ვაუ.
ესეც საოცარია. სავარაუდოდ ეს არის კითხვის ოთახი, ან ოფისი. დიახ, ჯერ კიდევ არ ვიცით, რას საქმიანობენ ეს ადამიანები. როგორც ადრე ვთქვით, ალბათ მდიდარი ხალხია და უბრალოდ ღვინოს აწარმოებენ. ან გვაქვს პატარა ბიბლიოთეკა, რომელიც ჯერ კიდევ სავსეა წიგნებით. მართლა არის აქ შიგნით გერბი? უბრალოდ ქალის დეკორატიულ გამოსახულებას გავს. თუმცა ძალიან ლამაზია. მართლა ძალიან ლამაზია. ხო, თვითონ მაგიდა, ანუ უფრო ტიპური პორტუგალიური მაგიდა. ავეჯში ესეთი ბურთები ვერ ექნებოდათ. არ ვიცი როგორ ახსნა სწორად. შეიძლება ცოტა უცნაურად ჟღერდეს. მაგრამ მესმის რასაც ამბობ. ჩემთვის ძალიან პორტუგალიურად გამოიყურება. ყოველთვის ხედავთ მათ, განსაკუთრებით საწოლებზე, მაგრამ ავეჯში ასე ხშირად არა. აქ გვაქვს ჩვენი პირველი ფოტო. ძალიან ელეგანტური ოჯახია. ოკეი. ყველა მათგანი იდეალურად გამოუცვიეთ ამ ფოტოსთვის. მიყვარს ეს ოთახი, მაგრამ შეხედე ამას. რა მნიშვნელობა და ღირსება აქვს ესეთ ადგილს, თუ მას საკუთარი პირადი სამლოცველო არ აქვს. ოჯახის ისტორიის უფრო ხრმაკვლევის შედეგად გავიგეთ, რომ მრავალი ათეული წლის წინ აქ თითქოს სასწაული გაითამაშეს. ოჯახი ამტკიცებდა, რომ სამლოცველოში არსებული ქანდაკება ზოგჯერ ტიროდა, ზუსტად ისე, როგორც ის ცნობილი ქანდაკებები, რომლებიც მომლოცველებს მთელი მსოფლიოდან იზიდავდა. ცნობა სწრაფად გავრცელდა, სტუმრები მოვიდნენ, შემოწირულობები მოხვა და გარკვეული დროის განმავლობაში ყველაფერი მუშაობდა. სამლოცველომ ოჯახს ავტორიტეტი მიანიჭა და მამული მისი პრესტიჟით სარგებლობდა. მაგრამ შემდეგ ეს უგუ ეფექტი გამოიწვია. როდესაც ხმები გაიზარდა, მან არასასურველი ყურადღება მიიპყრო. უცხოები, სკეპტიკოსები და ბოლოს მღვდელი, რომელმაც კითხვების დასმა დაიწყო. ოჯახს ამის კონტროლი აღარ შეეძლო. სასწაულის ნარატივი დაინგრა და ასეთ თემებში, როგორც კი ყველაფერი დადგმულივით გამოჩნდება, შენი სახელი აღარასდროს აღდგება. ეს ძალიან ლამაზია და ისევ ასე უცვლელადაა შემონახული. ამ სამლოცველოში ბევრი კაშტაშა ფერია. ხო, აქ ბევრი კონტრასტია. ჭერიც ასევეა, შესანიშნავად მოხატული, ღია, ლურჯი და ყვითელი. როგორ იმუშავებდა ეს? მხოლოდ ლოცვებისთვის იქნებოდა თუ აქ მღვდელიც შემოვიდოდა. არ მგონია რომ აქ მღვდელი მოვიდეს. თითქმის დარწმუნებული ვარ, ეს მხოლოდ ამისთვისაა. დღის განმავლობაში თუ გსურთ ილოცოთ, შეგიძლიათ აქ მოხვიდეთ და ეს ადგილი გამოიყენოთ როგორც პირადი სივრცე ლოცვისთვის. ვაუ! და ალბათ სტუმრებიც იყენებდნენ მას, ან ოჯახის წევრები იყენებდნენ. ხო, ყველა ვინც სტუმრობდა. ასე რომ, აქ ზემოთ დევს რაღაც რელიგიური ტექსტი. ამას ხშირად ვერ ნახავ. კარგი, წავიდეთ უფრო შორს. ეს ადგილი რაღაც ლაბირინთივითაა, მარცხნიდან მარჯვნივ, ზემოდან ქვემოთ მიდის და ვცდილობ აქ გზა გავიგვლიო. ჩვენ მოკლედ დავათვალიერეთ და გავიარეთ ოთახები. ეს ისაა, რასაც ჩვეულებრივ ვაკეთებთ, როცა ახალ ადგილს ვიკვლევთ. უბრალოდ ვათვალიერებთ ყველაფერს, სანამ გადაღებას დავიწყებ. ხო, ვაუ, ეს კაკლის გასატეხია. ხო, ეს ზამბარიანი კაკლის გასატეხია. უბრალოდ თვალის კუთხით შევნიშნე. პირველად ვხედავ ასეთ რამეს, მიტოვებულ ადგილას. ესეთი ამი არასდროს მიინახავს. ეს ძალიან მომწონს. ისე ლამაზია. ამიტომ ვფიქრობ, ვიღაც უბრალოდ აქ მუშაობდა. მაგალითად, თუ მათ ბევრი კაკალი აქვთ კი, უცნაურად ჟღერს. აქვე გაატეხავდნენ ყველა კაკალს და შემდეგ გალათაში ჩააწყობდნენ. ვფიქრობ, ეს ძალიან მაგარია. ალბათ ეს საკუჭნაოა, სადაც ახლა ვდგავართ. სავარაუდოდ ხო, ჭიქები ჯერ კიდევ კარადაშია. მიყვარს, როგორ ლამაზად კიდია ისინი თითებზე. ერთი ფინჯანი ჩაი ბატონო. კიდევ ბევრი, ძალიან ბევრი სკამი დარჩა. ჰეი, უკანა მხარეს გვაქვს ღვინის ბოთლები. და აქ შევდივართ დერეფანში. იცი რა არის ლამაზი? მერჩი, რომელიც გაცვია. შენ ამჩნევ ამას? რა თქმა უნდა. გვალოდ დადან. მაცვი ეს შესანიშნავი, კარგად მომდგარი Bros of Decay merch. ნახეთ ეს hoodie, Explorer hoodie. თუ გსურთ რომ ჩვენნაირი იყოთ, თქვენს გჭირდებათ Explorer hoodie. ყველანი. შედით brosofdecay.com-ზე, ბმული აღწერაშია ნახეთ ჩვენი შექმნილი მერჩი და გახდით ნამდვილი Explorer-ი, როგორც ჩვენ. ეს პირდაპირ საუკეთესო გზაა, რომ მხარი დაუჭიოთ ამ არხს და დაგვეხმაროთ ასეთ მისიებში წასვლასა და ამ ადგილების შესწავლაში. სკამი, რომელმაც უკეთესი დღეებიც ნახა და მომწონს როგორ არის ის შექმნილი ამ უზარმაზარი ბლოგებით. დიახ, ეს უზარმაზარი გრანიტის ბლოკებია.
ეს გარე ნატურაა მგონი, ან შიდა ნატურაა, ვინ იცის? და აქ იმდენი ოთახია სხვადასხვა მიმართულებით, რომ აღარ ვიცი საით წავიდე. მაგრამ უბრალოდ მაგჟმით წავალ. აქ შევდივართ კიდევ ერთ საცხოვრებელ სივრცეში და ეს უფრო ადამიანური ზომის საცხოვრებელ სივრცეს გავს. უფრო მყუდრო სივრცეა, რომელიც ხშირად გვხვდება სასახლეებში, სადაც უზარმაზარი ოთახებია, ხალხს კი უფრო პატარა ოთახები მოსწონთ. ხო, უფრო პირადულია. უფრო მყუდრო, უფრო მეგობრული. მაგრამ ისევ, ძალიან პორტუგალიური. ხო, და შეხედე ამას, ესეთი რაღაცის ქონა ამ ოთახში. და შეხედე უკანს, მთლიანად ქვისგან გაკეთებულს ამ ოთახში. და ეს ოჯახის ნივთს გავს, ხო ასეა? ხო, შეიძლება. მგონია რომ ეს ადრე მინახავს. აქ კიდევ ერთი ძველი ფოტო გვაქვს, ალბათ ოჯახის წევრია, თქვენ გარდა. კედელზე გობელენი. ეს ქვის გობელენია, როგორც ჩანს, ტამპლიერები არიან გამოსახული. ახალგაზრდა გოგონა სავარაუდოდ შენობის გარეთ სადღაც ზის. და ჩვენ გვყავს პატარა ბავშვიც. ასე რომ ნამდვილად ვიცით, რომ ამ შენობას მემკვიდრეები ხავს. ჩვენთვის ბოლომდე ნათელი არ არის, რატომ არის ეს ადგილი მიტოვებული და რამდენი ხანია რაც მიტოვებულია. აქ გვაქვს ბიბლიოთეკა, ქვისგან აშენებული ბიბლიოთეკა. ეს დაუჯერებელი. ნეტავ ეს ჩემს სახლშიც გქონდეს. იგივე ახალგაზრდა გოგონა ბრუნდება და იგივე ბავშვიც. და ვფიქრობ ისინი შენობის შიგნით ხედან, იქ. ადამიანის ზომის სასადილო ოთახი, სასადილო მაგიდაც. მიყვარს ასეთ ადგილებში სეირნობა, ისინი სხვა ეპოქაში მაბრუნებენ. უდავოდ. და გვაქვს საძინებელი საოცარი საწოლით. ეს არის. ეს მოხატული საწოლის თავის საზურგია. დიახ, ყველაფერი შერობილია. ამერთო ჩემო. მას ასეთი დახვეწილი დეტალები აქვს. ეს ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია. და ასევე აქ, საძინებელში, შეხედე ჭერის ზომას, ახლახან შევამჩნიე. ისე მაღლა, თუ მეტრებში გადაგვეყვანთ, მგონი დაახლოებით 6 მეტრის სიმაღლის ჭერია, ხო რაღაცა მსგავსი, დაახლოებით 20 ფუტი, რაღაც ეგეთი. გონია რომ საძინებელში ესეთი მავალი ჭერი საკმაოდ მოუხერხებელია, რადგან გათბობა შეუძლებელი იქნება. და ეკო იქნება და არც ისე სასიამოვნო. ხო, მგონია რომ ეს ადგილები უბრალოდ პომპეზურობისთვის ააშენეს, ვინც პრაქტიკულობაზე არასდროს უფიქრია. ხო. ეს ყველაფერი წერილებია, რომლებიც ოჯახისთვისაა დაწერილი. ბევრი წლის წინ, 10 წლეულების წინ, ასევე ბევრი რელიგიური ნივთიცაა. შეხედე ამას. რელიგიური წიგნაკები და სხვა რაღაცები ყველგან მიწაზე, რა თქმა უნდა, სკიური. რა პორტუგალიური ადგილია სკიურის გარეშე. კარგი, წავიდეთ. აქ კიდევ ერთი შესასვლელი კარი. ღმერთო ჩემო, ამ ოთახში ჯერ არ ვყოფილ ვარ. ეს ძალიან ახალ საძინებელ ოთახს გავს. თითქოს ახლახან იყო გამოყენებული. ხო. ეს ძალიან მაგარი. იცი ეს რა არის? ხო. ვინც არ იცის, ეს სათამაშო მაგიდა. და ის იშლებოდა ისე, რომ თითოეული სამკუთხედი იშლებოდა და იქმნებოდა ლამაზი მაგიდა, სადაც შეგიძლია ითამაშო ბანკო ან ნებისმიერი სხვა თამაში, რაც გინდა. და ეს სკამებიც, რომლებიც გვერდითაა, ძალიან უნიკალურია, ძალიან მაღალი საზურგით. დიახ, ეს ნამდვილად სახლის ბოლო ოთახია, რომელიც დარჩა. ამ მხარეს გვაქვს წამლები. ეს არის 2022 წლიდან. და თუ იქ შეხედავ, სახის ნიღბებია, ასე რომ ალბათ კოვიდის შემდეგია. გონია ეს კოვიდის შემდეგ მიატოვეს. დიახ, ასე უნდა იყოს. ხო, ნიღბების და ყველაფრის ფონზე მართლაც ეგრე ჩანს. მაგრამ ეს ძალიან ეხლახანს მოხდა. მიყვარს ეს მაკიაჟის მაგიდა. ამ ოთახებში არსებული ნივთების ყურებით
ნამდვილად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ აქ მხოლოდ რამდენიმე წელია მიტოვებულია. თუნდაც მხოლოდ რამდენიმე წელია მიტოვებული, რატომ არის უკვე ასე ღია და დანგრეული? არა, დანგრეული არა. შეიძლება ერთ დროს მხოლოდ მოვლელი აკითხავდა, ან არ ვიცი. გიგანტური თაღი. ეს ოთახი მართლაც განსაკუთრებულია. ეს სახლის ყველაზე მაღალი ჭერია და ეს სრულიად ღია სამზარეულოა. ვფიქრობ, ეს ძალიან მაგარია. ღმერთო ჩემო, ესეთი ოთახი არასდროს მინახავს. ის უზარმაზარია. ის მინიმუმ 15-დან 20 მეტრამდე სიმაღლისაა. არა, ზუსტად ასეა. ხო, ეს ცოტა გადაჭარბებულია, მაგრამ მინიმუმ 10-დან 12 მეტრამდეა. ხო, ანუ დაახლოებით 30-დან 40 ფუტამდე სიგანია. და მთელი კვამლი ზევით აიწევდა და ზედა ნაწილიდან გამოვიდოდა, რადგან ზევით რაღაცა მსგავსი საკვამური იყო. ეს რაღაცის აშენების ძალიან ძველი სტილია. და ერთი რამ დაავნიშნოთ, რომ ეს სინამდვილეში კოშკია. ეს სინამდვილეში კოშკია. დიახ, მართალი ხარ. გარადა ჯერ კიდევ სავსეა ჭურჭლით და საკვებით. და გვაქვს ღია ბუხარი, ღია საცეცხლე, ორმო, სადაც ჯაჭვები ეკიდა და ქვაბები იხარშებოდა. იქვე უკან ღუმელიც არის. ხო. უფრო ტრადიციულ სამზარეულოს ვფიქრობ ვერსად იპოვით. დიახ. აქ ზემოთ დიდი ჩაიდანია. და კიდევ ჩაშენებული კარადა აქ, სადაც შეგიძლიათ შეინახოთ ყველა ქვაბი და ტაფა. ვაუ, როგორ მენდომებოდა ამ სამზარეულოს სრულ მოქმედებაში ნახვა. ეს რაღაც წარმოუდგენელს, ჯადოსნურს უნდა ნიშნავდეს ალბათ. შენ ხომ ნახე ამ სკამის ზომა? ხო, ისი ძალიან დიდია. ეს ნამდვილად შუა საუკუნეებისაა. ეს შუა საუკუნეების სკამია. რატო არის ყველაფერი შუა საუკუნეებში ასეთი დიდი? შეიძლება უბრალოდ თავის გამოსაჩენად ან რაღაცა მსგავსი. რაღაცა მხრივ თავის გამოსაჩენად. და მაშინ ხალხიც ბევრად პატარა იყო, ასე რომ სკამთან შედარებით კიდევ უფრო პატარა ჩანდნენ. და აქ კიდევ ერთი საგუჯნაოა კიბეების ქვეშ. ხო. ამას ველოდით და ვაყოვნებდით. კარგი, იატაკები, რომლებიც ასე ხმაურობები. შეხედე ამას. ამ სახლში კიდევ ერთი სატარებელი სკამია და მგონია, რომ ეს კიდევ უფრო ლამაზია. ეს კონკრეტული სატარებელი სკამი დეკორატიული არ არის. ეს მიზანმიმართულად აშენებული სატარებელი სკამია. დახურული კაბინა, ფარდები და რბილი ინტერიერი შექმნილია კონფიდენციალურობისა და სიმშვიდისთვის, თუნდაც მოკლე გადაადგილებისას რთულ რელიეფზე ან ცუდად მისადგომ ადგილებში. რაც გამორჩეულია, ის არის, რომ ძელები მიმაგრებულია, რაც მიუთითებს, რომ იგი შენახულია გამოყენებისთვის მზად და არა დაშლილი. ეს სკამები დაკავშირებული იყო მაღალი სტატუსის მქონე ოჯახებთან და ეკლესიის წრეებთანაც კი. ესეც სასახლეში კი ეს ნიშნავს ოფიციალურ ჩამოსვლებსა და ფარულ წასვლებს. და ისინი უკვე იწყებდნენ გამოყენებას. რა თქმა უნდა, ისინი მანამდე გამოიყენებოდა აზიაში და მსოფლიოს სხვა ნაწილებში, მაგრამ ევროპაში და დასავლეთში მათი გამოყენება დაიწყეს დაახლოებით 17 საუკუნეში, 14-15 საუკუნეებში. მაგრამ ისინი ნამდვილად გავრცელდა 17 საუკუნეში და გამოიყენებოდა 17 საუკუნემდე. და მიზეზი, რატომაც იფიქრებდით, რატომ არ გამოიყენებდნენ ცხენის ეტლს, რომელიც უფრო სწრაფი და მოსახერხებელია, ისაა, რომ ევროპაში ქუჩები სათანადოდ მოპირკეთებული არ იყო მანამდე, სანამ. უბრალოდ ქვაფენილი იყო. ქვაფენილი, ვიწრო ქუჩები. ასე რომ თუ დიდგვაროვანი ხარ და ქალაქში სადმე უნდა წახვიდე, ხალხის გადასაყვანად სატარებელ სკამს გამოიყენებდნენ. ოხ, და ეს შეღებილი ტყავია. ეს შეღებილი ტყავია. რა, ეს ხეა? არა. არა, ეს ტყავია. ყველაფერი ტყავია. ხო და ყველაფერი შეღებილია. ვაუ. შეგიძლია ნახო, რადგან თითქოს ლუსმითაა მიჭედებული. ამერთო ჩემო, ესეთი რაღაცების პოვნა. არასოდეს მიფიქრია, რომ ასეთი ისტორიულ ნივთს ვიპოვიდი. არა, არც მე მაგალითად მართლა, არც კი მინახავს ასეთი, არც მიტოვებულ ადგილს გარეთ. მგონია თუ იქ შიგნით შესაფერისი ზომის ადამიანი იქნება, ვერ დაინახავ.
ეს მის მხრებზე იმდენად დიდი დატვირთვა იქნებოდა. ხო, მაგრამ აქ ოთახის შუაში ეს ტახტრევანია და ჯერ ოთახზე არ გვისაუბრია. დიახ, ჭერზე იარაღია ამოკაწრული. შენც ხედავ ამას, ხო? იმიტომ რომ ეს ადამიანები კეთილშობილები იყვნენ და უყვართ ამის ჩვენება და ეს ჭერი უბრალოდ წარმოუდგენელია. ხე პირდაპირ კედლებშია შეჭრილი. ხო, ეს სამკუთხა კუთხეები ძალიან ლამაზია. ისინი ოთახს განსაკუთრებულ ატმოსფეროს ძენს. ისიც რომ ხე ოდნავ უსწორმას სწორვა. ეს ძალიან მომწონს. ო, კი. ფიცრები სწორად არ არის დალაგებული. მინდა ვნახო როგორ გააკეთეს ეს. ფიქრობ რომ ეს კარადები, რასაც აქ ხედავთ, ასევე შუა საუკუნეებისა. მე მგონია ცოტა უფრო გვიანდელია. ხო, თუ გავითვალისწინებთ ანჯამებსა და გასაჟების ხრელზე დახვეწილ რკინის ნაკეთობას, მე უფრო მე-18 საუკუნეს მივაწერდი. გულისხმობ, შეიძლება მართალიც იყოთ. ვაუ. ხო, ნამდვილად შემიძლია მის დაჯერება. ალბათ ბევრჯერ აღადგინეს, მაგრამ რას ვიზამთ? აქ ყველა ნივთი ნამდვილი ანტიკვარია. ნახე, 120 წლის კიბე. საწყობის კიური. აქ. ხო და აქ გვაქვს რამდენიმე სურათი, რომელიც აქ დატოვეს. ჰეი, მაგრამ ეს ახალია, ძალიან ახალი. და ეს იგივე კაცი არ არის? არ ვფიქრობ ასე. არა. როდის გარდაიცვალა? თარიღი არ არის. 1945 წელი. არა, მაშინ ეს ალბათ მისი მამა. ხო. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც აქ ცხოვრობდნენ. ძალიან დიდგვაროვნულად გამოიყურებიან, განსაკუთრებით კაცი. ხო. ძალიან სერიოზული გამომეტყველება აქვს სახეზე. ბოდიში? ვაუ, რა ლამაზი ლამბა. ის კიური, ღმერთო ჩემო. ქვედა ნაწილშიც კი აქვს უჯრები. ესენი ნამდვილია? აუ, კი. კი, ეს ნამდვილია. არც კი ვიცი როგორ გავხსნა ესენი. გასაღებით? ალბათ კი. მე გასაღებით გამოკაჩე. ან რამე მსგავსი. შუაში რაცა იმისნაირი. ხო, უზარმაზარი გასაღები. საოცარი ნამუშევარი, ლამაზი ნამუშევარი. ეხლა უბრალოდ რაღაცას უნდა დავარტყათ. ამაზე ბეჭედია დასმული. სავარაუდოდ ხელითაა გაკეთებული. კედლის სანათებიც საოცარია. ესენი ნამდვილად შუა საუკუნეების შთაბეჭდილებას ტოვებს. დრაკონი, ხო, რატომაც არა. ძაღლ დრაკონს გავს. ძაღლ დრაკონი, ხო. და აქ კიდევ ერთი ლამაზი დასაჯდომი ადგილია. მაგიდა, კიბე, სკამები მის გარშემო. ეს უფრო ოფიციალური სასადილო სივრცეა. მგონია რომ ეს მართლაც ძალიან ლამაზი ოთახია. ასევე ფარდებსაც შეხედეთ, ირგვლივ ყველდანაა. მაგრამ რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად აქ ტახტრევანი მოგწონს, რომელიც ოთახის შუაგულში დგას. რა ხელოვნების ნიმუშია. ხელოვნები. ეს სასახლე უსასრულოა. სულ გრძელდება და გრძელდება და ყველა ოთახი სავსეა ნივთებით. შეხედე ამას. რა არის ეს? კარადა. ვაუ, ეს ძალიან მაგარია. სავსეა მღვდლის ლიტურგიკული მოსასხამებით. ვაუ. გონია ამ სახლში ვინმე მღვდელი იყო. შესაძლოა? ხო, ყველა ის რელიგიური ნივთი, რაც აქამდე ვნახეთ, ხო, ეხლა ძალიან სავარაუდოა. აქაც კი ჯვარია. ხო. გულისხმობ, აზრი ექნებოდა აქ მღვდლის ყოფნას. ეს ადგილი სავსეა სიურპრიზებით. ვაუ. კარგი, ეს ჩემი საყვარელი ჭერია ამ ადგილას, შეხედე. დარწმუნებით შეგიძლია ასე თქვა. ეს ყველაფერი ნაკვეთი ხეა. დეტალები წარმოუდგენელია. და მომწონს, რომ ეს ხისაა და არა თაბაშირის ჩუქურთმა. ხო, მე ვფიქრობ, რომ ხის ჩუქურთმა უბრალოდ უფრო ლამაზია ვიდრე თაბაშირის ჩუქურთმა, განსაკუთრებით ამ სახლისთვის. გულისხმობ, პორტუგალიაში თაბაშირს ასე ხშირად ვერ ნახავ. აქ კიდევ ერთი სამუშაო მაგიდა გვაქვს. ისევ ნამდვილი პორტუგალიური ავეჯია. მაგრამ ის კარადა მის უკან.
გამოკვეთილი სახეები, სილამაზე ყოველ კუთხეში. ოხ, ის ბურთები მის ქვემოთ. ხო. ეს ძალიან ლამაზი კარადაა. მიყვარს ეს. და აქ ზემოთაც რამდენიმე ბურთია დადგმული და შეღებილი ბურთები. და გვაქვს ტიპური პორტუგალიური სკამი, გაყოფილი დასაჯდომით. ნამდვილად ამ ქვეყნისთვის დამახასიათებელი ნივთია. ვაუ, ისი ძალიან ელეგანტულია. ამ ადგილას ყველა ავეჯის ნივთი მინდა. უბრალოდ მინდოდა მეჩვენებინა როგორ მუშაობს. ბლოკები იწება და შემდეგ იქ შეიძლება დადება. აქაც არის ერთი შესანიშნავი სეკრეტარი. მიყვარს იმ კარების ფორმა და ზოგჯერ ამათში უნიკალური დამალული ნაწილებიც არის. ამის გაკეთებას ნამდვილი ხელოსანი სჭირდება. რამდენიმე სურათი, ძალიან ძველი სურათები. რაც ამ ოთახში უცნაურია ისაა, რომ აქ გვერდებზე სინამდვილეში საძინებლებია. ხო. ეს ძალიან პატარა ოთახია. გონია რომ ეს ბავშვისთვისაა. სავარაუდოდ საწოლით ძალიან პატარაა. აქ კიდევ ერთი სასადილო მაგიდა გვაქვს, ის ლამაზი სურათი იქ. ეს ცოტა უფრო დიდი საძინებელია. ამხარს. დასაკეთებდნენ ისინი იქ. მათ კედლის ნაწილი ამოჭრეს. არ ვიცი. როგორც ჩანს რაღაცას ეძებდნენ. შეიძლება იქ სეიფი იყო ან რაღაც მსგავსი. ხო, შეიძლება ლამაზი საწოლი. ხო, საოცარი არა? ხო, ნაქარგი მართლა მაგარია. მაგრამ დანარჩენი ძალიან უბრალო. ძალიან უბრალო. რა ადგილია? ყველაფერი რაც აქამდე გაჩვენეთ, სახლის პირველ სართულზე იყო, მაგრამ რა თქმა უნდა არის მეორე სართულიც. მაგრამ იმის გამო რომ სახლს ძალიან მაღალი ჭერი აქვს, ნორმალური ზედა სართულის მოწყობა თითქმის შეუძლებელია. კედლიდან მოშორებით. იქ უზარმაზარი ობობაა. ვაუ, თითქმის თავი მივართ იმას. ლესლი. კარგი. ხო, ესენი საძინებლებია. მას მოგვიანებით საწყობადაც იყენებენ როგორც ხედავთ. ბევრი გაზეთია და ისევ წერილები ღრია. შეხედეთ ამ სურათებს. ეს სურათი არა, ნახატია თუ სურათი? ალბათ დამუშავებულია, უფრო ნახატს გავს ჩემთვის. ხო, ზუსტად. კი, მაგრამ ძალიან კარგად გამოიყურება. და გვაქვს ყველა ფოტო, რომელიც ოჯახმა აქ დატოვა. პატარა ბიჭი, პატარა გოგო, ყველა ადამიანი, ვინც აქ ცხოვრობდა. მათი ისტორია აქ კედლებშია დაწერილი. ლამაზი ოჯახური ფოტო. ასევე იქ მღვდელიც არის. კალი. აქ კიდევ ერთი საძინებელი ოთახია. ბევრი სანახავი არაფერია. და აქეთ კიდევ ერთი საძინებელი. დიახ, ალბათ ბავშვის ძალიან ცარიელია. დიახ. როგორც ჩანს ამ ზედანაწილს დიდი ხანი აღარ იყენებენ. იცი რა, დროა დავიძინოთ. კი. გულისხმობ, უკვე აქ ვართ. მგონია კი. ასე რომ დაახლოებით 1 საათი ვიგლოვდით და ახლა დროა ფოტოები გადავიღოთ და მე აქედან გავიდეთ. მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს ადგილი მოვინახულეთ. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა რისკიანი იყო და ამ რისკის გამო ნამდვილად ღირს
ლაიქი დატოვოთ. დაგვიწერეთ კომენტარებში რას ფიქრობთ ამ ადგილზე და გამოიწერეთ არხი, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა რომ ჩემთან ერთად მოხვედით. არაფრის, სიამონებით გავუკეთე ეს. ამით გავღვიძება და მომავალ კვირას კიდევ ერთ დაუვიწყარ ვიდეოში შეხვდებით. ნახვამდის არ დაგავიწყდეთ projodika.com-ის მონახულება. ნახვამდის მიყვარხარ.